მოგესალმებით თქვენ უყურებთ და უსმენთ რადიოაქტიურ სას. ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილი სტუმარია ბატონი რამაზ საყვარელიძე. მოგესალმებით ბატონო. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოგზავნით და მოახცეთ თუ არა. აღარ გამიმახვილებია ყურადღება, მაგრამ რა თქვენ თქვით კი ბატონო. მადლობთ რომ მოახცეთ ჩვენამდე. მოდით პირდაპირ ვიტყვი, ძალიან სანახაობრივი იყო გუშინდელი საპარლამენტო დებატები. მე ვიტყვი ჩემს აზრს, რომ ამ მოწვევის პარლამენტში ეს ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და სკანდალური დებატი გამოდგა, რაც კი გვინახავს პრეზიდენტის მისვლა. მე ესე ვფიქრობ, არ ვიცი, თქვენ იქნებ თქვენ განსხვავებული აზრი. და რამდენიმე დეტალს პრეზიდენტის ციტატებიდან მოვახსენებ მაყურებელსაც და თქვენც და შემდეგ ვისაუბრებთ ძირითად საკითხებზე. დაგეთანხმოთ თუ არა, ხო? როგორ მოგწონთ მაინტერესებს მიდგომა ზოგადად ამ საკითხის მიმართ? პრეზიდენტი ესე უდგება, მაგალითად ყველაზე ალბათ გამორჩეული მომენტი იყო ჯონდი ბაღათურიას გამოსვლა და შემდეგ პრეზიდენტის რეაგირება ამაზე, ჯერ დარბაზიდან გასვლა, შემდეგ დაბრუნება და რეპლიკები. ასეთი რამ განაცხადა პრეზიდენტმა, ტალახში გორაობა თქვენი ბუნებრივი მდგომარეობაა. ახლა მანდატურებს ვთხოვდა, გაგყვებიან, ჩაგაწვენენ ნამდვილ ტალახში, ბოლომდე კარგად დაგზილავენ, როგორც საჭიროა და გაგივლის ეს ფანტაზია. იმართა სააკაშვილმა ბაღათურიას, ესენი ფარჩაკი, სულელი, ბრიყვი ხალხია, რომელთაც მართლა არაფერი ესაქმებათ ხელისუფლებაში. ეს ერთი. კიდევ რამდენიმეს მოგიყვანთ ბატონ ამას. აი მაგალითად, როდესაც ისაუბრობდა ინოვაციებზე, ჯასტრაევი და ჯასკაფესთან დაკავშირებით, პასპორტის დაყავის ერთდროულად მოწოდების კუთხით, არსად არ არის ეს მსოფლიოში და ნამდვილად ვიქნებდით მსოფლიოში პირველი გასკდეს გულზე, ვისაც ეს უნდა მართლა მაგარი იქნება. შემდეგ, ვინც მისტირის ძველ საავადმყოფოებში შეუძლიათ ყველანი დაწვნენ ძველ საავადმყოფოებში, ახალ საავადმყოფოებში გაგვატარეთ ყველა, ვისაც გვჯერა. ვანო მერაბიშვილი როგორი გაღლეტილიც იყო ადრე, ეჭვი მაქვს ისეთივე გაღლეტილია ახლა. გუდიანი ჰილარი გავიგეთ რომ ყოფილა ხულიგანი უწოდა პრეზიდენტმა 53 სკოლის მოზარდს მიხეილ ალექსიძეს და ბოლოს დაასრულა თავისი გამოსვლა იმით რომ ჩავაბულბულეთ სხდომაო. დაგამახსოვრდათ ეს მომენტები, მე გამოყავი სპეციალურად ეს ფრთიანი ეპითეტები, შედარებები. ხო, რა თქმა უნდა, თქვენ ერი თავმოყრილი, ისე როგორც თქვენთან არის თავმოყრილი ასე ცნობიერებაში არ შეიბეჭდა, მაგრამ ძალიან ცუდი გემო დამრჩა სიმართლე გითხრათ ბოლოსკენ. ჩაბულბულების დროს თუ? აი მთელია ეს ბოლო, ეს ხო რეალურად ბოლო ნაკვეთი იყო ყველაზე მეტი ასეთი ელემენტების და ეს ელემენტები ხო თქვენ პრეზიდენტის მიერ ნათქვამი ბრძანეთ. იქ თვითონ სახელმწიფო პარტიის სხვა წარმომადგენლების გამონათქვამებიც უკვე დებატებში შესული გამონათქვამები რა, როცა ისინი კამათის რეჟიმში განაცხადებს აკეთებდნენ, ეს კამათი არ იყო შეურაცხყოფა. დიახ, მე უბრალოდ პრეზიდენტზე იმიტომ გავამახვილე ყურადღება ბატონ რამაზ. დიახ, ეს არის შეურაცხყოფა, ხო? აი მაგალითად ჯონდი ბაღათურიას კონტექსტში რაც ითქვა, თუმცა თავად პრეზიდენტი ამბობს, რომ ჯონდი ბაღათურიამაც მიაყენა მას შეურაცხყოფა. ესეც რომ ჯონდი ბაღათურიას შეურაცხყოფა სიტყვიერი არ მიუყენებია. შეიძლება პრეზიდენტს ალბათ შეურაცხყოფს ფაქტიური ბრალდება, მაგრამ ანალოგიური ფაქტიური პასუხი უნდა იმას. სუსტი იყო პრეზიდენტის პასუხი ჯონდი ბაღათურიას. პრაქტიკულად არ იყო პასუხი. ეს ხო პასუხი არ არის. ეს ტალახში რო გაგურავენ, ეს ხო არა იმაზე პასუხი, რომ ბიზნესი აიღო და უშუალოდ პრეზიდენტის ოჯახმა. თუ ტყუილია, მაგაზე ადვილი და ტყუილის უარყოფაზე ადვილი არაფერია. და რაც უფრო მშვიდი იქნება მხარე, მით უფრო დამაჯერებელია მისი სიტყვა. რატო აღელდა, როგორ ფიქრობთ პრეზიდენტი? გავიდა დატოვა დარბაზი, არ ვიცი ხა ამას უკავშირდებოდა თუ არა, ყოველ შემთხვევაში ესეთი შტაბეჭდილება დარჩა, რომ უფრო დამშვიდებული შემოვიდა. გასვლის წინ უფრო აფეთქების პირას იყო და მე უკვე აფეთქებამ გადაუარა. უჭერს პრეზიდენტს კრიტიკის აღქმა? სამწუხაროდ როგორც ჩანს უჭირს. არა, ეს რას აღმოჩენასავით ვამბობ, როდის იყო რომ შედად აღიქონდა კრიტიკა. ხო, მაგრამ ესეთი თამამი განცხადება ყოველ შემთხვევაში დიდი ხანი არ გვსმენია, როდესაც მას პირისპირ ეუბნება ოპოზიციის წარმომადგენელი. ხო, არა, ოპოზიციის განცხადებები ყველაზე მწარე იყო, მაგრამ სავარაუდოა რომ ყველაზე მწარე იქნებოდა წინასაარჩევნო პერიოდია.
ეხლა თუ ნაციონალებს უნდათ ამ არჩევნებში რაღაცის მიღება, ოპოზიციასაც უნდა რაღაცის მიღება, ხო ბრძოლაა ეს. ოღონდ ბრძოლის მეთოდებზეა ლაპარაკი. თუ კი სახელმწიფო პარტიას ნაციონალებს გონიათ, რომ სხვისი შეურაცხყოფის მიყენებით ისინი უკეთესად გამოიყურებიან, არ არის ეგრე საქმე. ბატონ რამაზ, მე უბრალოდ კიდევ ჩაგეკითხებით პრეზიდენტის ლექსიკიდან გამომდინარე. მით უმეტეს, ხა ერთ მაპატირო გაწყვეტილებს. მით უმეტეს, როდესაც საელჩოები გიყურებენ. დიახ. მე შემცვა, აი მაგ მომენტის გამო შემცვა, რომ შემცვა იმათ მაგიბრად, ვინც დარბაზში ისდა, რომ მთელი მსოფლიოს წარმომადგენლობის წინ აი ესეთი ქუჩური სტილი გათამაშდა. ქუჩაში და წყურის მომჭრელია, თუ გაიგებ ერთნი, რომ ერთი მეორეს ეუბნება, შენთვის ტალახში გოროობა ბუნებრივია. არ არის ეს საპარლამენტო მეტყველება. აი თქვენ პრაქტიკულად უპასუხეთ ჩემს მომდევნო კითხვას, სოფლიო ლიდერები რამდენად მიმართავენ ესეთ მეთოდს, მათ ლექსიკაში რამდენად მოიძებნება ესეთი გამონათქვამი. ზოგადად წარმოგიდგენიათ, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს ლიდერები ესე რა თქმა უნდა, პოლიტიკოსები ერთმანეთს კბენენ, კილავენ, ოღონდ მთელი გადადის ეს შეურაცხყოფაში. ხო, მთელი ტექნიკა იმაშია, რომ უკბინოს ისე, რომ შეურაცხყოფა არ მიაყენოს. თორე შეურაცხყოფის ლექსიკა ყველა ენაშია. პირდაპირ დედა შეეგენებინათ ერთმანეთისთვის და დამთავრებულიყო მათი საქმე. ნუ ოპოზიციასაც არ დაუკვლიაო ხელისუფლება აცხადებს, რომ ვიმეორებ, ოპოზიციამ ძალიან მწარე ფაქტები დადო. ამის საპირწონე წარეგინება არ არის. გასაგებია. გადავინაცვლოთ შემდეგ ნაწილზე. ძალიან დიდი მწუხარებით აღნიშნავთ ამას, მე მგონი ყველა. კი ბატონო, ნუ პირველი კომენტარი თქვენ ჩვენს ეთერში ამასთან დაკავშირებით გააკეთეთ და ძალიან მწუხართ, რომ ესეთი სიტუაცია გვაქვს ამ ხრივ. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეს დამატებით ქულებს ნაციონალურ მოძრაობას არ მოუტანს, ხო? დააკარგვინებს. თუმცა ნაციონალური მოძრაობა და მისი ლიდერი არ ფიქრობს, რომ ის არჩევნებში წააგებს ან დამარცხდება. საზოგადოების ინტერესი იმასთან დაკავშირებით რას აპირებს მიხეილ სააკაშვილი 2012-2013 წლის შემდეგ პასუხი გაიცა თუ არ გაიცა და რა პასუხი იყო თქვენთვის ეს ბატონო რამაზ? ნუ პირდაპირ პასუხი რა თქმა უნდა არ გაიცა და დიდი გულუბრყულობა იყო, მე მგონი თუ არ ვცდები ქრისტიან დემოკრატებმა დასვეს ხო ეს საკითხი. არ შეიძლება მაგ საკითხის დასმა. რატო? არ არის ახლა ის დრო ამ საკითხზე რო პასუხი მიიღო. ნამდვილად არ არის. ისე რომ ის აცილება, რაც პრეზიდენტმა გაუკეთა პასუხს, პირდაპირ პასუხს, სავსებით სწორი აცილება იყო. კიდე რბილად აიცილა უფრო მწვავეც, ვერც წინა მაგალითებიდან ხედავთ, რომ შეეძლო პასუხი. მაგრამ ახლა რაც შეეხება არა პირდაპირ ირიბს ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებისთვის ვებრძოლებო კაცმა თქვა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ყველაფერს გავაკეთებო. თუ კი ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებს, მაშინ ნაციონალური მოძრაობა ირჩევს პრემიერ-მინისტრს და ყველაფერს, ხო? ისე რომ პრაქტიკულად მისი მომავლო გეგმებისთვის ის იბრძვის. კი ბატონო, აი ეს ფრაზა, რომელიც ყველაზე მეტად პასუხობს ალბათ იმ კითხვას, რას აპირებს მიხეილ სააკაშვილი, რომელზედაც მუდმივად მიმდინარეობს ვერსიების გამოთქმა, ვარაუდების გამოთქმა, იქნება თუ არა ის ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო პრემიერ-მინისტრო კანდიდატი. ჩემს გუნდს შესწევს ძალა კიდევ მრავალი წელი მართოს საქართველოს. მე მოვესწრები და მონაწილეობას მივიღებ ვაზიკის აშენებაშიო, ესეთი რამეც განაცხადა პრეზიდენტმა და ასევე ის, რომ ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს. იქიდან გამომდინარე, რომ მის გუნდს აქვს რესურსი კიდევ მრავალი წლის განმავლობაში. ეს პირდაპირ მინიშნება იმისა, რომ ის არ აპირებს არაპოლიტიკიდან წასვლას. ამაზე არ არის საუბარი. არამედ მაქსიმალური გამარჯვებაზე უარის თქმას. რა თქმა უნდა, რატომ აპირებდეს? აი ეს თვითონ კითხვის დამსმელის მხარეს რა ხდება გონებაში ეს მაინტერესებს. რატო უნდა აპირებდეს ადამიანი, რომელისთვისაც ძალაუფლება მას მიაჩნია, რომ ადვილად მოსაპოვებელია,
რატო უნდა აპირებდეს ამ ძალაუფლებაზე უარის თქმას? ხო, მაგრამ ის ხომ ამბობს, რომ არის დემოკრატიის ლიდერი. არანაირი დემოკრატიის სტანდარტი იმით, რომ ძალაუფლება ხელმეორედ აიღოს არ ირღვევა. ირღვევა დემოკრატია. მესამედ უკვე. მესამედ და მეოთხედ. ირღვევა უბრალოდ ის დაუწერელი კანონი, რომელიც მიღებულია, რომ ერთ და იგივე პიროვნება ხელისუფლებაში რამოდენიმეჯერ არ უნდა იყოს. მაგრამ ეს შავით თეთრზე, რასაც პატივსცემს მეტწილად დემოკრატია, შავით თეთრზე არ წერია. ხო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დასაშვებია, რაც კი არ წერია. რა თქმა უნდა, ყველაფერი დასაშვებია. არაბულ გაზაფხულს წინ რა უძღოდა 30-40 წლიანი ერთ და იგივე პირის მმართველობა. დასავლეთი მაშინაც უყურებდა იმ გახალხებულ მმართველობას თავის გიცენით, რომ ჩვენ აღშფოთებული ვართო, მაგრამ ურთიერთობას ამყარებდა. ამის მცოდნე ხომ არის სააკაშვილი. რატო უნდა ჩათვალოს, რომ დროზე ადრე უნდა ჩაალაგოს ჩემოდანი და წავიდეს სადმე დასასვენებლად. მაშინ ესე იგი ამით ის იმეორებს პუტინის გზას ბატონ რამაზ. რა პუტინი აიღეთ უამრავი სხვა ხა ვინ მაგალითად? არაბული გაზაფხული მაგითო გიხსენეთ. მთელი არაბული პირველი პირები მრავალ ათეულ წელს იფრია. გასაგებია, მაგრამ არაბული ქვეყნების ეს მაგალითი ძალიან არ მოსწონს ხელისუფლებას საკუთარ თავთან მიმართებაში, ხო? ის არ ადარებს ამ თავს არაბულ ქვეყნებს, სადაც კადაფები და ხელისუფლებას არ მოსწონს არც ის, როცა ეუბნებია, რომ შენათესავები ბიზნესში ჩაერთვენო, მაგრამ რეალურად ჩართულები არიან? არიან? ნუ როგორც მე ვიცი, რამოდენიმე უნივერსიტეტის რექტორი არის გიული, რომელსაც ძალიან ის პატივსცემს, ძალიან მიყვარს დიდი ხანს სტუდენტობიდან ვიცნო. დიახ. მაგრამ როგორც რექტორი ვიცი, რომ არსებობს. რა, არ არის რექტორი? და არ არის რექტორი პრეზიდენტის მიშას პრეზიდენტობის მერე ხო არის? ხო მარტივ ფაქტებზე ვამბობ რა. ამაზე უარის თქმა შეუძლებელი იყო და გაბრაზდა მიშა. ეხლა მასევე შეიძლება გაბრაზდეს იმაზე, რომ უთხრან, რომ შენ პრეზიდენტობას აპირებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ აპირებს პრემიერ-მინისტრობას, არ ნიშნავს, რომ არ აპირებს. ისევე როგორც არ უნდა ლაპარაკი მშობლის რექტორობაზე, არ ენდომება ლაპარაკი იმაზე, რომ პრემიერ-მინისტრობას გაიხანგლოს, მაგრამ იქნება პრემიერ-მინისტრი. არა, ბუნებრივია, რომ იქნება პრემიერ-მინისტრი. არა, მოდით ესე ვთქვათ, თქვენ ეჭვ არ გეპარებათ, რომ მას აქვს სურვილი, რომ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი. ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, ვინ მოვა? არა, ეს რეალობა სხვა არის. ეს ალბათ არჩევნებზე უნდა გადაწყდეს მოქალაქეების მანდატკამათო. მის წარმოდგენაში ის უარს არ იტყვის პრემიერ-მინისტრი. გასაგებია. გაუგებარია რატომ. დიპლომატიური კორპუსი ადევნებდა თვალყურს, თქვენ აღნიშნეთ, რომ ცოტა უხერხო მდგომარეობაშიც კი ჩავარდით. ხო, ნებისმიერი მოქალაქე, ხო, არა. შეერთებული შტატების ელჩი ბოლომდე დარჩა. თუ ნახეთ კადრებში, ბოლომდე უყურებდა ამ დებატებს. მე არ ვიცი როგორ აღიქვამდა ის გუდიანი ჰილარის ამ კონტექსტს, ან როგორ უთარგმნიდნენ მას ამას, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ შეერთებულ შტატებში ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ობამასა და სააკაშვილს შორის იყო საუბარი იმაზე, რომ გაკეთდა ერთგვარი ფრთხილი მინიშნება, რომ საქართველო უნდა იყოს მაგალითი რეგიონში. დემოკრატიის თვალსაზრისით და დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი და დემოკრატიას განაპირობებს ის, რომ უნდა მოხდეს ხელისუფლების გადაბარება, ხო? კი ბატონო. შეერთებული შტატების ელჩი იყო დარბაზში და ისმენდა ამ სიტყვებს. როგორ ფიქრობთ? როგორ აღიქვამენ ამას დასავლეთში? ისევე როგორც თქვენ ახლა ამსჯელობდით, რომ გაიგეთ, რომ სააკაშვილი აპირებს დარჩენას იგივე პრემიერ-მინისტრის რანგში. გავიგე, ოღონდ ამას ბრალდებათ ვერც ვეტყვი სააკაშვილს დიალოგი რო გქონდეს, იმიტომ რომ მას ასეთი ტექსტი შავით თეთრზე არ უხსენებია. ანუ ირიბად იკითხება პირდაპირ არა. ასევე ირიბად სიტყვას მოუგებს ბას სააკაშვილი და ირიბად ბას რო ეს შტაბ-შტილება არჩებოდეს და მთლიანად ამერიკას რო სააკაშვილი აპირებს მრავალჟამიერ პირველ პირობას მაშინ არც გააფრთხილებდნენ ყველა მოსახვეებში. არ ვიცი, რამდენად ირიბად არის ეს ნათქვამი ბატონ რამაზ, როდესაც ის საუბრობს იმაზე, რომ აი მაგალითად მიმართავს ოპოზიციას, მიმაჩნია, რომ ამ გუნდს, რომელიც დღეს საქართველოს მართავს, აქვს რესურსი
კიდევ მრავალი წლის განმავლობაში მართოს ეს ქვეყანა და ამ პერსპექტივაზე მე ნამდვილად არ ვიტყვი უარს, ეს რამდენად ირიბად ნათქვამი არ არის, ეს პირდაპირ ნათქვამი. ყველაფერზე მოძებნის გამოსავალს იმ ხრივ, რომ გუნდი დარჩეს. და არა მე. მე ვარს არ ვამბობ, რომ გუნდი დარჩეს. და ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ჩემი გუნდი დარჩეს. გუნდი დარჩეს, ხო, შვილისთვის ხო იბრძვის ადამიანი და მან წარმოშვა ეს გუნდი. კი ბატონო, და ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის ეს რამე. გავაკეთებ რა შვილისთვის ყველაფერს არ გავაკეთებ. რა იგულისხმება ყველაფერს გავაკეთებაში კიდე საკითხია. გასაგებია. მოდით ეხლა იმ ნაწილს შევეხოთ, როდესაც ვიდრე დებატები დაიწყებოდა პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა, რამდენიმე აქცენტი, რამდენიმე ინიციატივა. რომელიც თავის ინტონაციით სრულად განსხვავდებოდა დებატებისგან. ნუ თქვით რომ გააბრაზეს პრეზიდენტი. გააბრაზა შეიცვალა ინტონაციაც, ხო? სანამ გააბრაზდებოდა პრეზიდენტი, მოდით ესე ვთქვათ, მანამდე გაუბრაზებელი პრეზიდენტი. რა ინიციატივებიც მან გააჟღერდა და ყველაზე ალბათ თვალშისაცემი იყო ის, რომ პრეზიდენტმა რუსეთთან დაკავშირებით ცალმხრივად სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ისაუბრა. ელოდით ამ გადაწყვეტილებას. ნაკლებად სხვათა შორის, იმიტომ რომ ნაკლებად უბრალოდ არ დავფიქრებულ ვარ შეჩეული რომ ვართ იმაზე, რომ რუსეთს უნდა დარტყმა გაკეთდეს, ამიტომ მოლოდინი არ იყო იმისა, რომ არ გაკეთდებოდა კი არა პირიქით, გაახსენდებოდათ, რომ მეზობელია. სასიამოვნო ფაქტია, მით უმეტეს, რომ ეხლა ეს სავიზო რეჟიმის გაუქმება რეალურად რას ნიშნავს, ბოლომდე დეტალებში ალბათ მომავალში გაირკვევა. ნუ ჩვენ რაღაც ტერიტორიის ნაწილზე გვაქვს შემოღებული ვიზო რეჟიმი. ჩრდილო კავკასია თავისუფალია. ქართველები თავისუფლები არიან. ბიზნესით ვინ შემოდის, იმას ვიზის პრობლემა ახლა დიდად არ აკავებს. ტურისტები ბატონო, ამას ეს აღნიშნა პრეზიდენტმა, რომ 4 მილიონი, 5 მილიონი მოვა წელს და რუსებს უნდათ განსაკუთრებით დაისვენენ მაგალითად ჩაუზღვისპირა ზოლზე საქართველოში. ტურისტი ქალები. ქალები თუ კაცები ეს აღარ დაუკონკრეტებია პრეზიდენტს. ხო, არა, ჩვენ შეჩეული ვართ სწორედ ქალების დიდ ტალღას ტურისტებისას. კი ბატონო, დაისვენენ, მაგრამ ეს ხარე იმდენ მნიშვნელოვანი არაა თვითონ შინაარსი, რომ რუსეთისგან გარკვეული ჟესტი გაკეთდა მეზობლური და ფაქტიურად რუსეთს აგრძნობინა საქართველოს პრეზიდენტმა უფრო კონკრეტულად, რომ ის გარკვეულ პოზიტიურ ნაბიჯებზე წამსვლელი არის ურთიერთობაში. ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. დადებით კონტექსტში. დადებითი, რა თქმა უნდა. როგორ ფიქრობთ, ეს ინიციატივა რომელიმე ოპოზიციური პარტიისგან რო გაჟღერებული იყო? ხელისუფლების მხრიდან ის რისხვას დაიმსახურებდა კრიტიკას თუ არა? ნუ ოპოზიციური პარტიების მხრიდან ანალოგიური ნაბიჯებით რო გადაიწყო, ინიციატივა ვერ გაჟღერდებოდა, ოპოზიცია ვერ მოხდა. შეთავაზების სახით. ხო, გაჟღერება რო ყოფილიყო, ხო? კი არა, უფრო ნაკლები გაჟღერების მხრივად და უფრო რეალური შედეგის მომტანი კუკავას ინიციატივებზე ვამბობ. იმანს კრიტიკა დაიმსახურა, ბლოკირება დაიმსახურა. რა თქმა უნდა, საარჩევნო პერიოდია და ყველა ინიციატივა უკვე საარჩევნო ყურებაში უნდა ჩაეყაროს. კი ბატონო, ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ სწორედ რუსეთთან დაკავშირებით ურთიერთობის დარეგულირების მხრივ ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი აქტივში ჩაითვლება? აქტივში შეეთვლება რუსეთის მხრიდანაც მე მგონი და რასაც საქართველოს მოსახლეობის მხრიდან. გასაგებია. კიდევ რას გამოყავდით გუშინდელი პრეზიდენტის გამოსვლიდან, რა ინიციატივას დაგამახსოვრდათ რა მისი მნიშვნელობით? სიმართლე გითხრათ, რაღაც საქმეების გამო უშუალოდ გამოსვლა მერე ჩანაწერები, ნაწყვეტებად დაჭრილ ჩანაწერებში ვნახე და ამიტომ შეიძლება რაღაცა სვერ მოვა შევამჩნიე ამ ჩანაწერებში. სოციალური დახმარების კუთხით იყო გარკვეული აქტივები, უამრავი ინიციატივა იყო სოციალურ დახმარებაზე, ჯანდაცვაზე, განათლებაზე, მაგრამ ეს ბუკეტი ინიციატივებისა, მე მგონი მაინც შეჩეული ვართ ამგვარი ინიციატივების საპარლამენტო გამოსვლის დროს. თითქმის ყოველ წელს გვესმის. ხო, შეჩეული ვართ იმას, რომ ეს ინიციატივები მერე არ რეალიზდება. საყურადღებო იყო ის, რომ დემოკრატიულ არჩევნების დემოკრატიულ ჩატარებაზე ილაპარაკა. ძალიან საყურადღებო იყო ის ინტონაცია, რაც პლურალიზმზე შეიტანა, რომ კარგია, რომ ახალი კოალიციები იქნება და ასე შემდეგ. საყურადღებო იყო იმ ფონზე, რა ფონზედაც მერე დებატები წარიმართა. იმიტომ რომ მერე მთელი დებატები წარიმართა იმ ახალი კოალიციის გინებაში.
დიახ. სახელები არ თქმულა, მაგრამ არა, რეალურად აი იქ ვინც ისე თქვენ ვისთან შეერთებული ხართ ის პულს მოგცემ. ხა მეტი koalitsია არ შექმნა გარდა ივანიშვილი. თუმცა პრეზიდენტმა თქვა რომ მიესალმება ახალი koalitsების შექმნას. ხო, აი ამ ორ კომპონენტს ვდებ ერთად და ურთიერთწინააღმდეგობაში მოდის. ნუ ყოველ შემთხვევაში ერთი მეორეს არ ამყარებს. გასაგებია. მე მინდა უბრალოდ კიდევ ერთხელ მაგიდო ვიძახი მდგომარეობიდან გამოსვლა ცუდი რამ არის. ცუდ სამსახურს უწევს იმას ვინც გამოდის. გასაგებია. დებატის კულტურაზე ჩვენ ვისაუბრეთ და კიდევ მინდა ბოლოს ვიდრე დავასრულებ ჩვენ საუბარს უბრალოდ კითხოთ კიდევ ერთხელ ის რომ თქვენ ეთახებით იმაზერს რომ დებატის კულტურა არ არსებობს ხო დღეს? არა, არ მithქვია რომ არ არსებობს. ნაკლებობა გვაქვს. მართველი პარტია ძალიან ხშირად აძლევს თავს უფლებას გინდ დებატებში, გინდ სტუდიურ გამოსვლაში, გინდ ინტერვიუში. ეს გარკვეული სტილი აქვს აღებული იმისა, რომ ადვილად წავიდნენ შეურაცხყოფაზე. და ეს მერე ოპოზიციასაც აძლევს ამის მორალურ უფლებას. ეს მერე მოქალაქეს აძლევს უფლებას და ასე ტალღასავით გამოდის, გადამდებია შეურაცხყოფა. ბოლო კითხვას დაგისვამთ, რამდენად პრეზიდენტის მისი გამოსვლიდან დებატებში მისი რეპლიკებიდან გამომდინარე, რამდენად ადეკვატურად ესმის ქვეყანაში არსებული მდგომარეობა პრეზიდენტს. აქვს სურათი ამისი. როგორ დაგჭირდა ბიჭი? სმენით სწორედ იმით, რომ თუ როგორ აუარა გვერდი მტკივნეულ საკითხებს და ხშირად აუარა გვერდი, სმენით შესანიშნავად ესმის. მაგრამ არ უნდა დანახვა? უნდა თუ არა რეაგირება იმაზე, რომ ცუდად არის საქმე, იმიტომ რომ რეაგირება უკვე ნიშნავს, რომ შენ თავზე გადაწყვეტილება აიღო, გადაწყვეტა აიღო და დაანახო ადამიანებს როგორ გადაწყვეტა პირობა მისცე. ასეთ წერტილებს, ასეთ შემთხვევებში მე მგონი თავს აჩვენებს უცოდინ რატო რეალურად შესანიშნავად ესმის არსებული მდგომარეობა. ძალიან დიდი მადლობა ბატონ რამაზ იმისთვის რომ მობრძანდით ეს პირველი ანალიზი ჩაატარეთ იმისა რაც ვნახეთ გუშინ. დაუბრუნდებით ჩვენ ამ თემებს არაერთხელ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თემა ასეთი მასალა გაქვს ხოლმე რა გაგაჩერე. ხოთ შორს გაღლეტილი ვანოს საკითხი არ განგვიხილავს კიდე კარგად და კიდე სხვა ბევრი დეტალი რომელიც ამ გამოსვლაში იყო ნახსენები პრეზიდენტმა როგორ მიმართა მოზარდს ხულიგანი უწოდა მან არ ვიცი რამდენად სწორია ესეთი მიმართვა პრეზიდენტის მხრიდან მოზარდის მისამართით. კიდე არის უამრავი საკითხი რომელზედაც ალბათ ღირს აქცენტს გამახვილებთ. რომელზედაც ალბათ ჟურნალისტები იმ ხრივაც გამახვილებთ რომ ასეა თუ არა თქვენ რაღაცებზე შემეკითხეთ ხო? პრინციპში თქვენი საკვლევია მე. ცაგარეიშვილს ორი ცალი ფოტოსურათი რო ქონდა იქ უფრო მეტი უნდა იყოს თუ ის ორი ცალიც არასწორია. ამის გარკვეულად კი ბატონო გამოძიების საქმე. გასაგებია, თუმცა 53 სკოლის მოზარდთან დაკავშირებით არსებობს სახალხო დამცველის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა სახალხო დამცველის დასკვნის მიხედვით, რომ ამ მოსწავლის გარიცხვის საფუძველი დირექტორს არ ჰქონდა. ესეთი დასკვნა არსებობს. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ გვეყოლება ჟურნალისტი ბესო კურტანიძე, ჩვენ ვისაუბრებთ ხაშურში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. გარდაიცვალა ადამიანი და ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვა ინფორმაცია გაავრცელა, არსებობს სხვა ინფორმაცია ამ ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ბესო კურტანიძე იმყოფებოდა ხაშურში და უფრო დეტალურად მოგვაწვდის ინფორმაციას თუ რა მოხდა იქ. რეკლამა და რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარია ჟურნალისტი ბესო კურტანიძე. მოგესალმებით ბესო. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ერთ ძალიან სამწუხარო ფაქტზე, რომელიც მოხდა ხაშურში. ამის შესახებ ვრცელი გადაცემა აქვს მოგზადებული შალვა რამიშვილის აკრედიტაციის გარეშე და ის დღეს გავა და ჩვენი მაყურებელი ამას აუცილებლად იხილავს. უბრალოდ მე ვიცი რომ ბესო იმყოფებოდა ხაშურში და უშუალოდ დაინტერესდა ამ ფაქტით, ვიდრე თქვენს ვერსიას მოვისმენდეთ და ის რა ინფორმაციაც თქვენ მოიპოვეთ ამ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინვე გაავრცელა ოფიციალური განცხადება მომხდართან დაკავშირებით. დიახ, გუშინ გვიან მე გავაცნობ განცხადების ტექსტს საზოგადოებას თუ რაზეა საუბარი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის რაიონულ სამმართველოში ამ წლის 27 თებერვალს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ბინის ქურდობის ფაქტზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ხაშურის რაიონულ პოლიციაში ბრალდებულის სახით იკითხებოდა წარსულში ქურდობისთვის ნასამართლები 1965 წელს დაბადებულ
ბრალდებული სოლომონ გივიზძე ქიმერიძე. დაკითხვის დროს ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე ხაშურის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულიდან მეორე სართულზე კიბეებზე ჩამოსვლისას კიბის მოაჯირიდან გადმოვარდა და დაეცა პირველი სართულის ფოიეში, რის შედეგადაც მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანებები. პოლიციის თანამშრომლების მიერ დაუყოვნებლივ გამოძახებული იქნა ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სოლომონ ქიმერიძე გადაყვანილი იქნა ხაშურის რაიონულ საავადმყოფოში. მიმდინარე წლის 28 თებერვალს სიცოცხლის და შეუთავსებადი ტრავმების გამო ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე გარდაიცვალა. აი ესეთია ოფიციალური ინფორმაცია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, მაგრამ არსებობს სხვა ვერსიაც და რა ვერსია არსებობს, ამას თქვენ გამოვისმენთ დღეს. ნუ პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო საკმარისი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ ეს განცხადება გაავრცელებინა, მაგრამ მე გარწმუნებთ იმაში, რომ ეს განცხადება გაავრცელეს მას შემდეგ, რაც გახმაურდა პირველ რიგში მაესტროს მხრიდან ეს ფაქტი. ამის შემდეგ ეს არის საპასუხო რეაქცია და მე სიმართლე გითხრათ, რაღაც იმედი მქონდა, რომ ეგეთ განცხადებას არ გაავრცელებდნენ და რატო ამაზე თანმიმდევრულად გეტყვით. რაღაც მეგონა რომ შესაძლებელი იქნებოდა რომ გამოძიება ობიექტური იქნებოდა და დაჟი და დამნაშავეებს და რატო ამაზე გეტყვით, იმიტომ რომ მოკლედ აქ არის დამძიმებული წარსული აი ამ პიროვნების, თვითონ ეს არის ნასამართლები, აი როგორც წერია აქ, რომ ბინის ქურდობაზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და ბრალდებულად დაკითხეს წარსულში ქურდობისთვის ნასამართლები სოსო ქიმერიძე. ვითომ ყველაფერი ისია, რომ ეს იყო კრიმინალი, რომელიც ბინის ქურდობის გამო, მორიგი ქურდობის გამო დააპატიმრეს. სინამდვილეში არის ესეთი ფაქტი, რომ ეს სოსო ქიმერიძე არის ძალიან გაჭირებული ადამიანი. 2 წლის წინ თუ 2 წლის წინ დაახლოებით ქვიშხეთში მოგახსენებათ, რომ არსებობდა პიონერთა ბანაკი, ძალიან ცნობილი პიონერთა ბანაკი იყო. შემდეგ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როგორც უამრავი სხვა შენობა, ეს პიონერთა ბანაკის შენობაც დაინგრა, დაიშალა და რაღაც რკინის ნივთები, ისევე როგორც ოსომი, ისევე როგორც მისმა მეზობლებმა იქიდან აიღეს და წაიღეს. აი ამ რამდენიმე არმატურის თაობაზე მას დაბრალდა რამდენიმე არმატურის ქურდობა და ამის გამო მას ჰქონდა მიჯილი პირობითი სასჯელი 1 წლის ვადით. აი ეს არის ის წარსულში ნასამართლეობა მისი. კი, აქ ყველაფერი სწორად წერია, რომ ეს ნასამართლები იყო, მაგრამ რეალურად ეს არის არმატურასთან დაკავშირებული. შემდეგ რომ აი აქ წერია, რომ 27 თებერვალს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ბინის ქურდობასთან დაკავშირებით. ეს ბინის ქურდობა აქ ჩაწერეს, მაგრამ რეალურად საუბარი არის, რომ სოსო ქიმერიძემ ჯართის ჩამბარებელ პუნქტში, ხაშურში ჩააბარა ალუმინის ქვაბი. დაჭრილი ალუმინის ქვაბი. საიდანაც დაინტერესდა პოლიცია, მათთვის გახდა ცნობილი, რომ ქიმერიძემ ჩააბარა ალუმინის ქვაბი და მას ედავებოდნენ აი ამ ქვაბის მოპარვასი რა. ბრალდებოდა, რომ ეს ქვაბი მოპარული ქონდა. ნუ ალბათ საფასური იქნებოდა ამის, რაც ამ კაცმა იქ აიღო 20-30 ლარი. ჯერ ცალკე უბედურება ის არის, რომ ადამიანის სახლიდან იძულებულია რომ გაყიდოს 30 ლარად ალუმინის ქვაბი თუ სპილენძის ქვაბი, რომ იმით ოჯახში საჭმელი მიიტანოს და ამ კაცს ნამდვილად ესეთი პრობლემა ჰქონდა, რომ ალბათ პური უნდა ეყიდა, ფქვილი უნდა ეყიდა, შეშა უნდა ეყიდა, რაც მოვიდოდა 30 ლარად. ეს ალუმინის ქვაბი საიდან გაქრა? იყო საუბარი, რომ სოფელში დაიკარგაო. ჩვენ პირველი კომენტარები მოვისმენთ. არ ვიცი ხამ ფას რამდენი აი ნახეთ, აი თქვენ საინტერესო საუბარს, იმიტომ რომ როცა პირველად გავრცელდა ინფორმაცია, იქ იყო ქვაბზე ან შეშაზე საუბარი, ხო? ეხლა უკვე ბინის ქურდობაზეა, რომ აი რა ცდილობენ იმას, რომ აი ბინის ქურდი დააკავეს და არა ალუმინის ქვაბის ქურდი. და სინამდვილეში ეს ქურდობა ძალიან ეჭვქვეშ დგას. იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ და მე პირადად ვესაუბრე პირს, რომლის ქვაბზეც არის დავა, ხო? და მან თქვა, რომ მისთვის არაფერი არ მოუპარეა. მან აჩუქა გაჭირებულ მეზობელს ქვაბი, რომელმაც აიღო და ჩააბარა ის ჯართის ჩამბარებელ პუნქტში. ეს კაცი ჭირისუფალი იყო და თავზე ადგა იქ ამ სოსო ქიმერიძის ოჯახში ტრიალებდა. ვის ქვაბზეც იყო საუბარი? ვისი ქვაბის ქურდობაზეც არის საუბარი.
ხო, აქ უბრალოდ ბინის ქურდობაზეა საუბარი. განცხადება, არაფერი ბინის ქურდობაზე აქ საუბარი არ არის. ყოველ შემთხვევაში დაწესებობდეს დაზარალებული ხო, რომელიც ამ საქმეს ეს კაცი დაკითხეს. ის კაცი, რომელიც ქვაბის დაიკარგა. რომელიც ქვაბის დაიკარგა და ეხლა მე თავს ვერ დავდებ იმაზე, რომ რაც მე მან მითხრა, ის დაწერა ჩვენებაშიც, მაგრამ ეს კაცი ჩვენ გვეუბნებოდა, მე გახდით მე და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თანაშემწე სოზარ სუბარი, ჩვენ ორივეც გითხრა, რომ მისთვის ქვაბი არ მოუპარავს არავის. მან აჩუქა ქვაბი თავის გაჭირებულ მეზობელს იმ მიზნით, რომ ჩაებარებინა და პური ეყიდა. ამაზე იყო საუბარი. მაგრამ მე თავიდანაც ვთქვი, რომ აქ საუბარია იმაზე, რომ არა მეზობლისგან, არამედ ჯართის ჩამბარებელი პუნქტიდან დაიწყო გამოძიება. დაინტერესდა პოლიცია უпроსორად თუ საიდან მოიპოვა აი ამ კაცმა ხო არ იყო მოპარული ეს ქვაბი. ეს არ მოდიოდა მეზობლისგან, მისივე სიტყვებს ვიმეორებ. აი ამის გამო არ იყო განცხადება, როგორც ეს კაცი აცხადებდა. აი ამის გამო წაიყვანეს იგი პოლიციაში. რა სტატუსით ეხლა ძნელი გასარკვევია, მოწმის სტატუსით წაიყვანეს, ეჭმიტანილი იყო, ბრალი წაუყენეს თუ არა. ეს გუშინ გააუცელეს, რომ ბრალი წაუყენეს თორე. აქამდე არ საუბრობდნენ იმაზე, რომ ბრალი წაუყენეს პირველ და 10 საათის შემდეგ წაყვანიდან მოასვენეს სახლში გარდაცვლილი. და პირველად ოჯახს პოლიციელებმა უთხრეს, რომ ეს კაცი გადმოვარდა აივნიდან. ეს აივანი ხაშურის ცენტრში მოგხსენებათ არის ახალი გამჭვირვალე პოლიციის შენობა. და პოლიციის ვერსია იყო ესეთი, რომ თავდაპირველი ვერსია, რომ როცა დაკითხეს თუ ჩვენება ჩამოართვეს თუ გაესაუბრენ, გაურკვეველია ჯერჯერობით ეგა რა სტატუსით ყავდათ მოყვანილი. ამის შემდეგ გაათავისუფლეს კაცი, ის უნდა წასულიყო სახლში და სიგარეტის მოსაწევად გავიდა აივანზე და გადმოვარდა იქიდან. მაგრამ ეს პირველი ინფორმაცია, რომელიც ოჯახს უთხრეს პოლიციისგან. უშუალოდ პოლიციისგან პირველი ინფორმაცია იყო ეს. მაგრამ აი ამ ვერსიას ჰქონდა ძალიან დიდი რაღაც ისეთი მინუსი, რომ ძალიან დაუჯერებელი იყო. ეხლა მეორე ვერსიაც არ არის დამაჯერებელი, მაგრამ ეს კლასიცურად გამოდიოდა, იმიტომ რომ ეს პოლიციის შენობა მდებარეობს ხაშურის ცენტრში. სადაც აი ზეად შეიძლება იყოს ესეთი დრო, რომ ან გამვლელი მანქანა არ იყოს, ან გამვლელი ხაშურელი არ იყოს, ან უბრალოდ გაჩერებაა კიდე, ხო? ბენზინ გასამართი სადგურია და ვინმეს არ დაენახა ან გადმოვარდნილი პიროვნება, ან დაბლადაცემული ადამიანი. აივანი აქვს ამ შენობას. კი აქვს. ესეთი მოწმე თვითმხილველი იმის, რომ კაცი გადმოვარდა იქიდან არ არსებობს და ამიტომ მას შემდეგ მე ვიმეორებთ ამას თანდათან კიდევ გეტყვით, რატო გააკეთეს ეს, რატო დაამძიმეს, თვითონ მისი ბიოგრაფია კრიმინალური მხრით, რომ შემდეგ ცდილობდნენ იმას, რომ პირველ რიგში ალბათ მაესტროს არ გადაიღო სახეზე გარდაცვლილი. რომელსაც ეთყობა ძალიან აი ყველაფერი სახეზე ჩანს. აი ხო არის გამოთქვა, რომ ყველაფერი სახეზეა. აი სოსო ქალომიძეს ყველაფერი სახეზე ეთყობა. და ეთყობა რა? ნაწამები? წამების თვალები აქვს ძალიან დალურჯებული. აი თვალები აქვს დალურჯებული. აი სურათი ალბათ ნახეთ. აი თვალი, ორივე თვალი აქვს დალურჯებული, ყურიდან სისხლი აქვს გამოსული. როგორც თვითმხილველებმა გითხრეს, ღვიძლი აქვს დაზიანებული ძალიან. და შემდეგი ნაბიჯი რაც გადადგეს მათ, იყო ის, რომ უნდა თუ მიეჩუმათებინათ ეს ისტორია. ამას ცდილობდნენ ორი მხრით. რა მოხდა? პირველი იყო ეს, სალამზე ჩვენ ჩავიდოდით მე და ბატონი სოზარ სუბარი. ჩვენ უთხარით შალვა რამიშვილს, რომ ისეთ ჩასულიყო იქ და გადაიღო ეს. და აი მოხდა ესეთი რამე, რომ მიაწოდეთ ინფორმაცია. ძალიან ძნელია, რომ აი ამ ესეთი რაღაცა ხდება ქვეყანაში, შუდათ ისაუბრა ამაზე, მაგრამ აი რამიშვილსაც და მე ჩვენს დაგვთვენ იქ ნაციონალური აქტივისტები, აი ეს ხალხი, რომლებიც არჩევნების დროს ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ ძალიან აქტიურობენ ხოლმე. აი ეს ყველა სოფელშია ხო რაღაც. ამასახლის როგორც კორპუსებში ყავთ აქ და აი ეს ხალხი, ну, ძირითადად 2-3 ადამიანი იყო, ну, 3 კაცი აქტიურობდა. აი ჭირის უფლის ნებისგან საწინააღმდეგოდ. აი იდგნენ კარებში და კამერებს საუბარიც არ არის რამიშვილს თვითონ არ უშვებდნენ რომ ენახა გარდაცვლილი მდგომარეობაში. ანუ ადამიანი მივიდა სამძიმარზე. ჩვენც მივედით სამძიმარზე. და როცა მივედით აი ეს 3 კაცი, ერთ-ერთი პოლიციელი იყო, ორი კიდე ეს ნაცაქტივისტი, რაღაც აი ნაციონალებს ლოზუნგები აქვთ. რა უნდა აქ ოპოზიციას, რატომ მოხვედით აქ და რაღაც ესეთი. და ჩვენ ჩავედით იქ გარდაცვლილის შვილის თხოვნით.
შვილმა გითხრა რომ ნახეთ მამა ჩემი რა დღეშია და იქნება ამე მიშვილოთ ნახეთ მამა ჩემი მე მაგ ეჭირო არის ნაწამები და მოკლული და პოლიცია მეუბნება რომ გადმოვარდა აიმდან აი ამ აქედან გავიგეთ ჩვენ და ამიტომ ჩავედით იქ მაგრამ შემდეგ იყო ესეთი ისა რომ ესე იგი აი დაპირისპირება როგორი იყო ესეთ აი ჯერ ერთი ყვიდოდნენ მე კიდე კარებში ჩავდნენ და არ გიშვებდნენ და ამ დროს შვილი გეუბნება რომ მობრძანდი გადაიღე ჩვენ მეუბნებით რომ ვინ ახარ რა გინდა აი შვილი მეუბნება რომ ჩამოვიდე მე შვილი გაიყვანეს გვერდზე მას რაღაცები უთხრეს ნუ ეს შვილიც ისეთი დადგმული იყო ახლა მამა გარდაეცვალა ხო აი ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის რომ გარდა ნათესავებისა გარდა თანასოფლელებისა ეს კაცი არავის სახეზე არ ენახა და გადაღებაზე საუბარი საერთოდ ზედმეტია რომ ფოტო არ უნდა გადაიღო არავის და იცით როგორი სიტუაცია იყო რომ აი დადგმული ხალხი აი ჭირისუფალი გულში რა თქმა უნდა ყველა იმას ფიქრობდა და მე საბოლოოდ ჩვენ გვითხრეს ასაც ფიქრობდნენ და იმეორებენ იმ ვერსიას რომ არ ჯერათ პოლიციის შეთითხმელი ისტორიის და შვილის გარდა სხვა ვინმე მეუღლემაც რა თქმა უნდა მაგრამ აი როგორც იასაულები თავზე ედგნენ ეს ნაციონალები აქტივისტები ადგილობრივი და არაძლევდნენ იმის საშუალებას რომ ჩვენთან გაესაუბრათ ეთქვათ როდის წაიყვანეს ამ მდგომარეობაში იყო ეს კაცი იქნებ რაღაცა აწუხებდა ხო აი პირდაპირ შუაში დგებოდნენ და იცით სად აი სადაც მეცვანებული დასვენებული იყო აი მეორე ოთახი ქონდათ ოკუპირებული სამი ადამიანი იყო იქ ესენი და ცდილობდნენ რომ აი ხელი შეეშალათ ყოველნაირად. ესო ძალიან ცოტა დრო გრჩება მე უბრალოდ მაინტერესებს როგორ ჟურნალისტი რას აპირებთ რა უნდა მოიმოქმედოს როგორ ჟურნალისტი მე მინდა ერთი რამე ვთქვა რომ მე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდი ტელეკომპანია რუსთაველის გაცემას 60 წუთში რომელიც ზუსტად ეგეთ აღათებს აშუქებდა და როცა მიხეილ სააკაშვილი სულ ამბობს იმას რომ ოპოზიციას ეხლა სურს რომ წარსულში დააბრუნოს შევარდნაძის შაუბნელ პერიოდში დააბრუნოს ეს ქვეყანა ხო აი პირადად ჩემი გამოძიებების შემდეგ დაახლოებით 35 პოლიციელია სამსახურიდან გათავისუფლებული და ესენი არ იყვნენ რიგითი თანამშრომლები. შევარდნაძის დროს. დიახ, აი მე მახსოვს ამდენიმე თანამდებობა გდანის პოლიციის ორი უფროსი, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი, რომელიც რანგით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო მთელი თავისი სამსახურით, გაათავისუფლეს სამსახურიდან მას შემდეგ რაც 60 წუთში მათი მამხილებელი გადაცემები გადიოდა და აი მიხეილ სააკაშვილის პროკურატურის პოლიციის გენერალური ინსპექციის და ყველა უწყების, რომელიც დაინტერესებული უნდა იყოს მოქალაქის უფლებების დაცვით, პასუხი არის აი ეს, რომ თურმე ქვაბზე კი არა, ბინის ქურდობაზე დაიჭირეს, თურმე პირობითა კრიმინალი იყო ეს კაცი და გინდაც ესე იყოს, რაც სინამდვილეში ესე არის. რა, ეს ადამიანი სიკვდილს იმსახურებ და მე კიდე მეორე რამეა, რომ ეს გამჭვირვალე შენობებია, ხო, პოლიციის შენობა. თუ ეს კაცი გადმოვარდა იქიდან, რატო არ შემოსაზღვრეს ადგილი? ადგილი ხომ უნდა დაიცა იქ ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს სურათები უნდა გადაიღო მოწმე მიიყვანო რა მდგომარეობა ოჯახის წევრები დაისრო ხო ესეთი რამე მოხდა ოჯახის წევრებმა მას შემდეგ გაიგეს მამის გარდაცვალება და მეუღლის გარდაცვალება შვილის გარდაცვალება დედამ რაც სახში მიასვენეს ეს და აიძულებდნენ გაეზიარებინათ ის ვერსია რასაც თვითონ თვლიან რომ ესე უნდა გავცელდეს ინფორმაცია და კიდევ ერთ ამას ვეთქვი რომ აი ყველაზე დიდი უზნეობა ამ ისტორიაში გარდა იმისა, რომ ეს კაცი მოკლეს, არის ის, რომ სარგებლობენ იმით, რომ ოჯახი არის ძალიან გაჭირვებული და თავაზობენ რაღაც აი ფინანსურ დახმარებას იმის სანაცვლოდ, რომ პრინციპში მამა გაყიდონ, შვილი გაყიდონ და არ თქვან ის, რაზეც რეალურად ეჭვებათ, რომ პოლიცია დამნაშავე მათი ოჯახის წევრის მკვლელობაში და თუ აი ამას არ იტყვიან და გაჩუმდებიან და ჟურნალისტებთან ურთიერთობა არ ექნებათ ადამიანის უფლებათა დამცველებს არ გაესაუბრებიან აი სანაცვლოდ მისცემენ გასვენების და საფლავის გაკეთების ფულს და ეს არის ძალიან ამორალური რამე და აი როცა პრეზიდენტი გამოდის კიდე და რაღაცებზე საუბრობს ხო ეს არის ჩვენი ქვეყანა რომელსაც აი ყოველდღიურად ჩვენ ხვდებით და ის საუბრობს რაღაც აი მოდელირებულ საქართველოსზე და ეს ძალიან აცდენილია ერთმონეთში და თუ ფიქრობენ იმას, რომ უკვე ახალი ქართველი გამოიყვანეს, რომელიც აი მკვდარ მამას გაყიდის, ხო, არა ვარ ჩვენ ქართველები ეგეთები და მე ვისურვებ, რომ არც რაზოს არ იყვნენ და ამიტომ აი ესეთი პოლიტიკა უნდა დამთავრდეს. გასაგებია, ბესო, ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის, ძალიან მძიმე თემაზე გქონდა საუბარი, ახლა ძალიან ბევრი დეტალია კიდევ გასაკვირი ამ საქმესთან დაკავშირებით და მე ვიცი რომ აი მე ვნახე რომ სეზარ სუბარმა მიმართა საქართველოს უკაცრავად ეს დავამატებ კიდე რომ სულ ერთ წუთში ვიპოვე ანალოგიური შემთხვევა. ეს მოხდა იანვრის თვეში,
როცა პირი, რომელიც გასამართლებული იყო ასევე ალუმინის ქვაბის ხურდობაზე, მირჯილი ჰქონდა 3 წელი, გარდაიცვალა 14 იანვარს ციხეში. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა ბესო მობრძანებისთვის. ჩვენი გადაცემა დღეს ამით დასრულებულია, მაგრამ მე არ გემშვიდობები თქვენ წესა ინფორმაციო გამოშვება გელი და ჩვენ ერთმანეთს 8 საათზე შევხვდებით არგუმენტების შესრულებით.